მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით 1 სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 3000 ვაკანსია გამოცხადდება. მისი თქმით, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებს, რომ სტაჟირების მსურველებისთვის თავდაპირველი კვოტები გაზარდონ, რათა ახალგაზრდებს საკუთარ რაიონსა და რეგიონში შეეძლოთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა. 1 სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3000 ვაკანსია სტაჟირებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში. წინა სტაჟირების მონაცემები, რომ გითხრათ, თითქმის 50%-მან გააგრძელა სტაჟირება ან დასაქმება უშუალოდ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაიარა თავდაპირველი სტაჟირება. მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, რომ გაეზარდათ თავდაპირველი კვოტების სტაჟირების მიმართულებით და კიდევ ერთხელ აქედანაც მოვუწოდებთ მაქსიმალურად ჩაშალონეს ყოველი სოფლის და დასახლებების დონეზე, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ რეგიონში და საკუთარ რაიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება, განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დახურულ ოფისებსა და დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სპეციალური საშვების გარეშე შესვლა შეუძლებელია, თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლების კუთხით კანონის აღსრულება სერიოზულ გამოწვევად რჩება. მონიტორინგის გაძლიერება. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას უნდა გამოიყოს მეტი რესურსი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგისთვის, რათა გეოგრაფიულად უფრო მასშტაბური გახდეს ეგრეთ წოდებულ ჩაკეტილ სივრცეებში დარღვევების აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება. საინფორმაციო კამპანიები ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიები ასევე მნიშვნელოვანია, რათა დასაქმებულებმა თავიანთი უფლებები იცოდნენ. მოგიწოდებთ ყველას, ითმენთ მეორად კვამლს, შეეგუებით კანონის დარღვევას და აიძულეთ დამსაქმებლები პატევისცენ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე შეფერხებების გარეშე მუშაობს. უწყების ცნობით ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის გათვალისწინებით გაზრდილი ტვირთნაკადის მგზავრთა გადაადგილების პირობებში მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით სრული დატვირთვით მიმდინარეობს სტანდარტული საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები. განაცხადეს უწყებაში. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა განიხილეს. ამ შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პროფკავშირების წარმომადგენლებს აპარატის მანდატი და შრომისა და სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო. ასევე განიხილეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები და ამ ცვლილებებისგან მომდინარე შესაძლო რისკები. ხაზი გაუსვეს სოციალური დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების მონაწილეობით. მხარეების ამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხების საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე წინ წასაწევად ერთობლივი ადვოკატირების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი, დირექტორის მოადგილეები, რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტისა და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას შალვა კბილაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომსახურების პროცესების უწყვეტი განვითარება და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სწრაფი და კომფორტული სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს. პრეზენტაციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ეფხოშვილმა დამსწრა საზოგადოებას ახალი ელექტრონული სერვისის ფუნქციონირების პრინციპი, პროცედურები და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. B ჰეპატიტის მიმართულებით კი მათივე ცნობით საქართველოს ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა. ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.3% შეადგენს. ახალშობილთა დაბადებისას ვაქცინაციის მოცვა 96%-ს, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვა 90%-ს მიაღწია. საქართველოს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯოლაძის ხელმძღვანელობით ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილა. უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ანდრეი სიბიგასა და ედ მილიბენდს შორის პირველი შეხვედრა შედგა. გაერთიანებული სამეფო უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და საიმედო მოკავშირედ რჩება. განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რუსეთზე სანქციების მეშვეობით ზეწოლის გაზრდისთვის და მომავალი ზამთრისთვის უკრაინის ენერგოსისტემის მომზადების მიზნით ძალისხმების კოორდინაციისთვის. წერს სიბიგა X-ზე. სიბიგამ დიდ ბრიტანეთს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შორის პირველი შეხვედრა პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე შედგა. ზელენსკის ცნობით ბერნემთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის საკითხი განიხილა. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს როგორც ცაში, ისე ზღვაში. ასევე განვიხილეთ ერთობლივი თავდაცვითი წარმოების განვითარება. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. უკრაინას რადიო-ელექტრონული ომის ტექნოლოგიები მიაწოდოს. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში. წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკის თქმით, ენდი ბერნემი უკრაინაში მიიწვია. ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. სიბიგა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა კასპიის ზღვაში კომერციულ გემს თავს დაესხა. თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირ თანამონაწილეა, რომელიც მოსკოვის დანაშაულებრივ ომს იმ იარაღით ამარაგებს, რომლითაც 2022 წლიდან უკრაინელებს კლავს. წერს სიბიგა X-ზე. მისი თქმით, ირანს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს. მოგვიანებით ზელენსკის განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა. ზელენსკი ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა. ეს გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა, რომელიც ისრაელის დავალებით განხორციელდა ევროპის ომში ჩართვის მიზნით. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ ის რაც კიევში მყოფმა მუქთა ხორამ ჩაიდინა, უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს. დონის როსტოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. გუბერნატორის ინფორმაციით დრონის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საწარმოში საწყობებსა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. ამასთან რუსული მხარე იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად კერძო სახლი დაინგრა და რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.